გამარჯობა ჩემო ძვირფასო თანამემამულენი. დღესაც თქვენთანაც გაახედოთ როგორი უამინდობა არის და მე ისევ აქ ვარ, იმიტომ რომ მონიტორინგი რაღაც თქმა უნდა გრძელდება წანსის ტყეპარკის. და აუცილებელია ყოველმა ჩვენთაგან გავიაზროთ, რომ ჩვენი წილი საქართველოსმა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. მინიმუმ იმდენი უნდა დაუტოვოთ ჩვენს მომავალთაობას, რაც მინიმუმ ჩვენმა გმირანმა წინაპრებმა აქამდე შემოგვინახეს. რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ილია მეორე და უსამძიებ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლა გულით განიცდის ამ ყოველივეს და როგორც ინფორმაცია არის, მილიონზე მეტი ადამიანი იყო პანაშვიდებს. აქედან გამომდინარე, მინდა მიმართო ამ საზოგადოებას. ილია მეორემ დატოვა ასეთი სიტყვები: არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაასხვისოს ქართული მიწა, მდინარეები, ასე და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენი წილი საქართველოს დავიცვათ და გავერთიანდეთ იმ საკითხში და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად უმრავლესობა საქართველოში მეთანხმება იმაში, რომ ქართული მიწის გასხვისება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არა ქალაქებს საქართველოში და მინდა შევეხო 2-3 სიტყვით დებატებსაც რა. რატო ვერ ბედავენ დებატებზე მიმიწვიო? ეგ არის ძალიან მარტივი, ალბათ გამიგებთ საზოგადოების უმეტესობას, რომ ბევრად უფრო კრიტიკული ვიქნებოდი და ბევრად უფრო უკომპრომისო ვიქნებოდი და მით უმეტეს, რავი, ამდენი ხანი აქ ჩამოვდივარ, მარტო ჩამოვდივარ, მეგობრებით ერთად ჩამოვდივარ თუ ვის ერთად ჩამოვდივარ, ვცდილობ რა მონიტორინგი ვაწარმოო და სულ თვართახედის არეში ვყავდეს ეს ყოველივე. თქვენ კი რაც მჭირდება ყოველთვის არის ამ ვიდეოების გავრცელება, რომ მეტ ადამიანთან მივიდარო ჩემი გულის ტყივილი და გამომიწერეთ თან ყველა გვერდზე, სოციალურ ქსელებზე, YouTube იქნება, TikTok იქნება, Facebook-ი, რომ თქვენამდე რაც შეიძლება მალე მოვახერხო ჩემი სიტყვის მოტანა თუ აქ რამე მოხდა და რამე დაიწყეს. ამასთანავე ჩემი ტელეფონის ნომერსაც გეტყვით 555-83-83 და შევამეხმიათ მართლა ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ აი ეს ის საკითხი არის, რომელიც საკითხშიც ერთად უნდა დავდგეთ რა, იმიტომ რომ ჩვენი მიწა წყალი არის და აგე წანისის ველზე ვარ ფაქტიურად და წანისის ბრძოლაც მოგეხსენებათ, ხო? რავი, ისტორიას შორს ვარ წავიდეთ, ფაქტიურად ჩვენი წინაპრების საფლავებზე უნდათ ქალაქების აშენება. თქვენც კარგად იცით ქალაქში რა ხდება და ქალაქგარეთაც მოდი ასე ვთქვათ, ამით უმეტეს წანისის ტყეპარკი თბილისის და რუსთავის ფილტვები არის. ანუ ფაქტობრივად ფილტვები არის. ასე მეტი სხვადასხვა სახეობის მარტო ფრინველი არის, ასე მეტი სხვადასხვა სახეობის ხემცენარე არის. კიდე უამრავი დეტალებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, უბრალოდ ამას ვიდეოში იმიტომ არ ვსაუბრობ დეტალურად, რომ იქ თუ ერთხელ მაინც გაბედეს მიწვევა ჩემი თავის დებატებზე, იქ განახებ დასაბუთებულად. აი ტომეულები მაქვს მართლა ამოუბეჭდილი და შენახული და რა თქმა უნდა სახშიც არ ვინახავ გულწრფელად გეტყვით, რომ სახში ვიღარო შემოვიდეს ვერ ნახავს და ვერ ამოიღებს. იმიტომ რომ ისეთ საიდუმლო ადგილას არის, საიდუმლო დოკუმენტები არის, რომელიც აუცილებლად თელმა საქართველოს მიცოდე და დარწმუნებული იყავით, რომ მალე მაგასაც გაგიქხეთ და მაგაზე სამართლებრივ ბრძოლასაც გპირდებით რა თქმა უნდა. ამიტომაც შემომეგობრებო, ერთი ვიცოდეთ, რომ ჩვენი მიწა წყალს ჩვენ თუ არ დავიცვავთ, სხვა არავინ არ დაიცავს ჩვენს მაგალ ჩვენ მიწა წყალს. და თუ ვინმე ინვესტიციებზე საუბრობე, ინვესტიცია მე მესმის როგორც ააშენო ფაბრიკა ქარხნები. მოუვარონ, დააგვიტოვონ, ვაჩუქონ და წავიდნენ, მაგრამ რატო უნდა ვაჩუქოთ ჩვენი მიწა წყალი და რატო უნდა დაუთმოთ სხვებს? ხო და აი ეგ არის ზუსტად ყველაზე დიდი ჩემი აზრით მინუსი ამ დებატებზე, რასაც აკეთებდნენ, მიყვებოდნენ ინვესტიციის თვალსაზრისით. რამხელა მოგებას დაგვიტოვებს. 6 მილიარდზე იყო საუბარი, მე გაირკვევთ რომ 6 მილიარდი კი არა, ბევრად ნაკლები შემოდის და ნახევარი წინასწარ გაყიდული ფულით უნდა განხორციელდეს აქ რაღაცები და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ 6 მილიარდიც არ არის. ბევრად ნაკლები შემოდის. და 6 მილიარდი კი არა, სულ ტრილიონი იყოს. სულ ფუნტ სტერლინგში იყოს. თუ ნებისმიერ სხვა ეკვივალენტში. ჩემთვის ეს მიწა შეუფასებელი არის რა. და დანაშაული ის კი არ არის რომ ამის გასხვისება მოხდა. დანაშაულია ისეც რომ აი კონკრეტულ მიწა-წყალს არ ვუვლით და მინიმუმ ჩვენს მომავალთაობას არ ვუტოვებთ. ახლა რავი, შესანიშნავ გარემოს. ფილტვები არის ხალხო. თქვენ ხო ვერ ისუნთქეთ ფილტვები რო არ ქონდეთ. თქვენი სიცოცხლე ხო არ იქნება აი ადამიანურად რომ მიყვეთ რა. აი იგივე არის ესეც. ქალაქში თქვენთან კარგად ხედავთ, რავი, აქ თუ ტყეპარკში ვარ ეხლა და რავი, მართლა სიამროს აქ ჩავს აქ რო ჰაერის სუნთქვა, ქალაქში მაგალითად ტყეპარკის ვერსად ვერ ვნახავთ ესეც. და ქალაქში რასაც ვნახავთ, ეს არის რკინა ბეტონის ჯუნგლები. ანუ შენებულობაზე არის. რამდენი მშენებლობა გაიარეთ ქალაქში, ნახეთ მეგობრებო.
და იქაც აი მოკლედ ძალიან შორს წავით რა. მაგიტომაც რა გებძახით იმ ადამიანებს, ვისაც ეს საქართველო გიყვარდა გადარდეთ რა და გეძახით ყველას თელი გული და სული. მე ჩემ წინ დასაცავს კი არა ძალიან ბევრსაც გავაკეთებ. თელ სულს და გულს ჩავდებ მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არის შემოთავაზები ყველა მხრიდან, დღემდე არის სხვადასხვა საუბრები, მოგზავნები 1000 სისულელი, მაგრამ იცით რა არის, მე ჩემი მიწაწყალი მიყვარს, აი ესე გავიზარდეთ, არაფრის დათმობას, არაფრის ფასად არ ვაკეთებ რა. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოს. დიდება უფარს, მშვიდობა საქართველოს და გამარჯვება ქართველ ერს.